აი, ესეც ჩვენი კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია. ულამაზესი აქცია. აქ არის ძალიან ლამაზი გამოქვაბულები. კიდევ ძალიან ლამაზი ბიჭი, რომელსაც ქვია ელისე. აი, ეს ბიჭი არის ელისე, რომელიც ძალიან ლამაზია და საყვარელი ფეხბურთელის მაისურით. აი, ესეთი ჩასახტომია. აქ რო ჩავარდე წაგიღებს. ნახეთ რა მაგარია. ძალიან მიყვარს აქ ვარძია. ხო, მამიკო? აგერ ულამაზესი ტირიფის ხეირამხელა. ესეც ვარძიის საპირისპირო მხარე. არა, მამიკო, ჩვენი მანქანით უნდა ავიდეთ. მარშრუტკა რაში გჭირდება? ეს არის საჯინიბო, მეგობრებო. ულამაზესი ადგილი. აქ იყვნენ ცხენები. აქ აბავდნენ და ჭამდნენ მერე. საჭმელს უყრიდნენ. აბა. აი, ნახეთ როგორი გასახედია აქედან. აი. საოცარი. ულამაზესი. Порточ. Сахаев. Привет. ესეც ესეთი საოცარი ამხელა დარბაზია კლდეში ნაკვეთი. შვენიერი. ნახეთ რა ლამაზია. ესეც ჩვენი დალოცვილი ვარძია. აი. ნახეთ რა ლამაზია. აი, ეს არის პოეზია. ეს არის სატრაპეზო თქვენი ჭირიმეთ. აგერ მიდიოდა ეს სამზარეულო დღევანდელი კუხნია, ხო და ეს მეორე კუხნა. გური შავშავა კედელია, ხედავთ თქვენა. აი, აქ ჭდებოდნენ ინახად და იკვებებოდნენ. აი, აქ ჩემი შვილი სადაც ცეცხლი კერა იყო, აქ ნახით რა კუსკუსა დასაყვარელია. აი, აქ საწნახელი ყოფილა. ნახეთ რა ლამაზია. ბლამ ბლამ ბლამ. აი, მაწნახელოს. აგერ ვარძის დაკრის მოხატულობა საოცარი. ფალი შეგვეციოს ყველას. ვარძიის მადლი გფარავდეს. მელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ, მიუტევებ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ. ესეც საოცარი ვარძიის მონასტერი. ჩვენ დიადი მეფე თამარი, მისი ფრესკა, ღვთისმშობელი მარიამი მთავარ ანგელოზი. საოცრება ამ ყველაფრის რეალური თვალით ნახვა რა. აუცილებლად ყველა ქართველმა უნდა ნახოს ეს საოცარი ტაძარი, მოილოცოს და შეავედროს ჩვენი სამშობლოს აღორძინება. ნახეთ რა საოცრებაა ეს ყველაფერი. რამდენ საუკუნეს უძლებს. შეიწიოს ღმერთმა ჩვენ
ლოცვა ვედრება და ამ წმინდანების მადლით და ძალით დაგვიმკვიდროს სულიერი სიმშვიდე ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. აი ესეც წყაროსთან ვიყავით და საოცარი ადგილი იყო. ენი დაუწყებელი სილამაზეა, ნახეთ. ხო და კიდე ის მახარებს, რომ ძალიან კეთილგანწყობილები არიან აქაური ხალხი. თბილად გვექცეოდნენ სიყვარულით. როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს შეეფერებათ ზუსტად ისე. ნახეთ. ლამაზე სიაქაურობა. გეჯვარცმა. შეგეწიოთ ყველას. იესო ქრისტე, უფალი ჩვენი. ნახეთ რა მხილა გამოქვაბულია. ესეც პატარა სამლოცველო ალბათ. ან საკურთხეველი, არ ვიცი. ძალიან ლამაზია. ქოურობა. ნახეთ რა მისტიურია. სამკვეთლოა დიდი ალბათობით, არ ვიცი. შეხებით არ შევეხები, რა თქმა უნდა, აქაურობას. აგერ ძალიან ლამაზია აქაურობა. კი, დიდი ალბათობით აქ იყო ადრე სამკვეთლო ძველად, აი. ხედ. ეს არის. ნახეთ რა საოცრება. როგორც წავიკითხე, აქ ყოფილა აკლდამა. როგორც აწერია ყოველ შემთხვევაში. ხო და სინამდვილეშიც დიდი ალბათობით აკლდამა იყო. ესეც მე ვარ. საოცრება. ნახეთ როგორი გვირაბებია. ესე იგი მაღალი არ უნდა ყოფილიყავი, თორე პრობლემა გექნებოდა. ვარიკოზული გაგანიერება გექნებოდა ვენების და დისკოსი. ძალიან მაგარი, ნახე რა წვრილია. ნახე რა წვრილი კიბეა. ზისის საოცრება. უბა! აქეთ სხვაგან მიდიხარ კიდე. მოდი ჩვენ ეს გზა ვიჩიოთ. ძალიან საინტერესოა. როგორ ქარი უბერავს და ქიქინებს. სად იყო ლავრენტი ბერია? ქართველები ესეთ გვირაბებს რო ჭრიდნენ. ხედავთ? აი ესეთი საოცარი ადგილია. ნახეთ. და აქედან გადიხარ უკვე გარეთ, სადაც დიდი ალბათობით გაიშლება ახლა ულამაზესი ხედი. აბა, ნახოთ. მარანი, აქეთ ყოფილა მარანიო. აი, პატარა გზასავით. ესეთია. აი. გორი შეფენილია რა. ფერდობზე. სიკალდეები. აი, ესეც მარანი. შემორჩენილი ქვევრების ნაწილები. ეს კიდე ჩვენი სპაიდერმენის სახელობის ქსელი. აი, აუარება აღმართი ჩამოვიარეთ. აი, იქიდან და ახლა წავალთ ქვევით. აჰა, ესეც ჩამოვედით ვარძიდან. საოცრებიდან. აი, ესეთი ლამაზი იყო. ვისაც წნევები გქონდა არ გირჩიოთ, ხო იცით? ძალიან მაგარი იყო. აბა მამა რა სიტყვი მოგეწონა? აი, ესეთ გვირაბიდან გამოვედით. გვანცა. Привет. აი, ესეთი მაგარია. დაათვალიერეთ საქართველო და უფალი გფარავდეთ ყველა თქვენთაგანს.
ქრისტე გფარავდეს ყველას, დიდება უფალ ღმერთს და მადლობა ყველაფრისათვის. აბა ბედნიერად იყავით და კარგად. ესეც ვარძიის შემდეგ ცეცხლით დავაგუზგუზეთ და შევბრაწავთ რაღაც რუღაცებს, სარდელებს, სოსისებს და რაც თავარია. რა არის ეგ მამა? სიმინდი, მართალია. აი, ჩვენი გმირული სოსიჯები. ავწვათ. რა ვქნათ? მამალი შევწვათ. მამალი შევწვათ? ხო. სახლშია მამალი? ვინ დაკლა? ლუკა ვინ არის? მაგარი ბიჭია, ხო, როგორ დაკლა? ყველაფერში მაგრებია. შვილო, შენ ხარ სამყაროს ცენტრი. გემრიელია მამა? ძალიან? მაგარი ბიჭი ხარ. შეგერგოს მამა. ჩვენი მწვადების ბოლი ნისლივით მოეფინა წუნდის ტბას. აი ესეთი ლამაზია. სამცხე საათაბაგო თქვენი ჭირიმეთ. აგერ ჩვენი ჭამელიც უგა ჩორნაც. კმაყოფილი და ბედნიერია. ცოტა მოხუცია, მაგრამ მაინც. ძალიან შეყვარელია იგი. ახლა ივენა ნახატივით არ არის. აი, მიმდინარეობს თევზაობა. საოცარი და საინტერესო. შიტების შეკრება. აი, ესე ვბრუნდებით სახლისაკენ. ჩვენ და ეს ლამაზი ძროხა.